და დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა გავასაგასწრონ ბედა სულიად საქართველოს. ამინ. ეს იქნა წაკითხული სახარება იგავი, რომელიც მაცხოვარმა წარმოთქვა საზოგადოებაში და ძალიან საცოდნელია და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის ეს იგავი. იმიტომ რომ აი ყველა იგავი რაღაცნაირად ცხოვრების წესს კარნახობს. მაცხოვრის თითოეული მოქმედება შეიძლება ესე ითქვას, არ აქვს მნიშვნელობა იგავს ყვება თუ რაღაცა სასწაულს აღასრულებს, ნებისმიერი მოქმედება რაღაცა წესს კარნახობს ცხოვრებისა. მათ შორის თუ გახსოვთ რომ დაგავალეთ მათეს სახარების მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე თავი წაიკითხეთ მეთქი ესე იწყება მეხუთე თავი რომ დაჯდა მაცხოვარი აღაღო პირი და დაიწყო სწავლება. აი ესეთი გახლავთ ეხა პერიკლას ვამბობ რა თქმა უნდა შინაარსობრივად ესეთია. რას ნიშნავს აღაღო პირი და რა თქმა ამას დაკონკრეტება რომ რაღაცა თუ მინდა რომ გასწავლო პირი უნდა გავაღო და რაღაცა უნდა გითხრა რომ გასწავლო. სინამდვილეში სხვანაირად არის საქმე. არა მარტო სიტყვით ასწავლიდა მაცხოვარი, არამედ თავისი საქციელითაც, როდესაც ის დუმდა, როდესაც ის არაფერს არ ლაპარაკობდა საერთოდ, მაშინაც კი მასწავლებელი იყო ის იმ საზოგადოებისა, რომელიც საზოგადოებაშიც მაშინ ტრიალებდა და დღემდე ამ საზოგადოებაშიც, რომელიც საზოგადოებასაც აინტერესებს მისი ცხოვრება და კითხულობს სახარებას. ამიტომაც იცოდეთ რომ ნებისმიერი მისი ქმედება, მდუმარია ეს ქმედება თუ სიტყვიერია, გერიტია თუ სასწაულებრივია, რომელიც სასწაულს აღასრულებს, ნებისმიერი ქმედება მისი სწავლებითია, პედაგოგიურია, შენს გაზრდას ემსახურება. და ამიტომაც ეს იგავი, სწორედ ეს არის, რომ უნდა გაიზარდო ადამიანი, უნდა გაიზარდო და ისწავლო რა? მიტევება. ნახეთ როგორი იგავია, საოცარი. რომ ერთმა მეფემ გადაწყვიტა რომ რაღაცა მოეკითხოს თავისი მოვალეები და მისმა მონებმა მას მიგვარესო ერთი კაცი, რომელსაც ბევრი ტალანტი ემართაო. სიტყვა ბევრი ძველ ქართულში ნიშნავს 10,000. 10-თა ბევრთა ქართველთა, ესეთი გამოთქვა ხო გაგიგია? მოწამეთა 10-თა ბევრთა ქართველთა ნიშნავს 10-თა ბევრთა, ესე იგი 10 ჯერ 10,000, გახლავთ 100,000 ქართველი. ეს რომ გახსოვდეთ, ამიტომ ბევრი ტალანტი ნიშნავს 10,000 ტალანტს. ერთი ტალანტი, თქვენ რომ იცოდეთ ახლა რა თანხაზეა მიახლოებით ლაპარაკი, უნდა იცოდეთ მისი რაღაც მაშინდელი მდგომარეობით როგორ იყო ეს. ერთი ტალანტი დაახლოებით 26 კილოგრამ ვერცხლს ნიშნავდა. 10,000 ტალანტი შესაბამისად უნდა გაამრავლოთ 26. და ებულობთ აი ამ ციფრს. სინამდვილეში აქ არ არის რაღაცა მაინც დაკონკრეტება, რომ ეხლა რაღაცა 26 კილოგრამ ვერცხლზე უნდა გავამრავლოთ ჩვენ ეს 10,000. სინამდვილეში ეს რაღაცა იმ უსასრულობას ნიშნავს, იმ ძალიან ბევრს ნიშნავს, რომლის გადახდაც ფაქტიურად შეუძლებელი ადამიანის მხრიდან. იმიტომ რომ მეფის ესეთი ვალი აქვს ამ კაცს და რანაირად უნდა გადაიხადოს, საიდან უნდა მოიტანოს 10,000 ჯერ გამრავლებული 26 კილოზე. ეხლა ესე იგი 26,000 კილოგრამი ოქრო უნდა 26 ტონა წარმოგიდგენიათ, ვერცხლი უნდა მოიტანოს ეხლა რომ გაისტუმროს მანის ვალი. და ეს მეფე ამბობს რომ გააყიდეთო მაგისი ცოლშვილი და იქედანო ამოვიღოთ თვითონაც ეგაცო მონად გააყიდეთო და ამოვიღოთო ეს პული. რა თქმა უნდა შეუძლებელი ხარ ეს თავის ცოლშვილი კი არა საგვარეულო მთელი კაცობრიობა რო გაეყიდა შეიძლება ვერ ამოიღო ეს თან აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი ამ სიმბოლოებზე ცოტა მოგვიანებით გეტყვი. მაგრამ ეს კაცი ჩაუვარდება ხუთებში და ეხვეწება რომ მოწყალე იყავდნენ ჩემზეო და მე გავისტუმრებდი ნელ-ნელა მომვალებს. ეს კაცი მაშინვე მეფე უსიტყვო თუ ლაპარაკობ ეთქვეს რომ წადი თავისუფალი ხარ მიჩუქნია მე შენთვის მთელი ეს ვალი აღარ სწორს არაფერს. ეს კაცი გარეთ რომ გამოვა შეხვდება სხვა ადამიანი რომელსაც მისი 100 დინარი მართებს. 100 დინარი ჩათვალეთ რომ არავითარი ფული არ არის. იმ 10,000 ტალანტთან შედარებით ეს 100 დინარი სასაცილო ფული შეიძლება ესე იყოს. წააწდება ხელში და აღჭობს ამ ადამიანს და ეუბნება რომ სასწრაფოდ ეხლა შენ ეს ფული უნდა დამემოწმო. ის ეუბნება რომ არ მაქვს, მაგრამ მოწყალე იყავი ჩემზე და მეც რაღაცნაირად ნელ-ნელა შევეცდები რომ გაგისტუმრო ეს ვარ. არავითარ შემთხვევაში მოკიდებს ხელს ჩააგდებს დილეგში, მაშინ იყო ესეთი კანონი, რომ შენი მოვალესთვის შეგეძლო გეჩივლა, მას დაიჭერდნენ, დააპატიმრებდნენ, ამუშავებდნენ კატორღულად და ნელ-ნელა ახდევინებდნენ აი ამ ვალს. უფლება ჰქონდა მისი ადამიანს, ამიტომ მან გამოიყენა ეს უფლება და შეიპყრო ეს ადამიანი და ჩააგდებინა დილეგში. ეს მსახურები მეფესთან მიდიან და ეუბნებიან, რომ აი შენმა შეწყალებულმა კაცმა ესეთი რამ ჩაიგდო. და დაიბარებს და ეუბნება, რომ
მე რომ ამდენი გაპატიებ, ნუ თუ ამისი მაგალითი არ მოგეცი რომ შენ გეპატიებია უნდა იმ კაცისთვის რომელსაც შენ და მცირეოდენი ფული მართებდა და არ უნდა გაგეცირა ასე. ამიტომაც დაიჯები მთელი შენი ცოლშვილით გაყიდული იქნები მონად და იქნები აი ამ სასჯელის ქვეშ, რომელსაც დაადებს ამ შემთხვევაში მე. სინამდვილეში სახე სიმბოლოა ესა ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის. ეხლა ძალიან ბევრს უჩნდება კითხვა, რომ რა ვალი გვაქვს მაინც ამისთან ამ ღმერთთან ჩვენ. ჩნდება ესეთი კითხვა მართლა გულწრფელად, რომ რა ვალი გვაქვს და როგორ შეიძლება რომ ამ ვალს იხდიდეს ადამიანი. მე გეტყვით რომ ვალი გვაქვს განუზომელი, ვალი გვაქვს გადაუხდელი, რომელი ერთით დავიწყო. იმით რომ არარსებობიდან არსებობაში შემოხველი. ერთი ცით რა გამახსენდა ახლა. ერთ სასულიერო პირს შვილი გარდაეცვალა. ღმერთმა ყველა ჯვარი დასცეროს დაუფაროს. უბედური შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა და მე ამ გარდაცვლილი ბიჭის დაბადების დღე იყო და საფლავზე ვიყავით მასთან გასულები და მამა ამბობს, რომელიც სასულიერო პირია, რომ რაღაცა პანაშვიდი გადავეხადეთ და ჭიქა ასწია და თქვა რომ გაუმარჯოსო მის დაბადების დღეს. იმიტომ რომ არ დაბადებულიყო, ხომ არ გვეყარებოდა. ანუ რომ დაიბადა, ამიტომ ხომ შეგვიყვარდა, რომ გაჩნდა ურთიერთობა შეგვეძლო მასთან. სიყვარული ხომ შევძელით, გვიყვარს, გვახსოვს, ესეთი ცოცხალი. და აი ეს ძალიან ჩამრჩა გონებაში, რომ არ დაუბადებულიყავით და არარაობაში დავრჩენილიყავით. კი გრძნობა და რამე კი აღარ გვექნებოდა და არაფერიც არ გვექნებოდა, მაგრამ ეხლა რომ არსებობ და არსებობ იმ საოცარი მომავლისთვის, რომელიც აი ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნა ჯერ არ ყოფილა ჩვენ ამ დღესასწაულის დღეებში ვიმყოფები და არსებობ იმ საოცარი სინათლისთვის, იმ უქმნელი სინათლის სახილველად, იმ უქმნელ სინათლეში ნეტარებისთვის რომ ხარ გაჩენილი, არა გაქვს ვალი? რას გთხოვენ ამის სამაგიეროდ? აი რა მოგთხოვეს ამის სამაგიეროდ, გარდა იმისა რომ დათკბე უნდა შექმნილი ბუნებით, ყველაფერი მოგეცა. ხა, ტყე, რა ვიცი, ზღვა, შესანიშნავი, ყველაფერი ეს უფასოდ, რა თქმა უნდა. ყველაფერი ეს შენია, იმიტომ რომ შენ უნდა ბატონობდე ამაზე, თუმცა კი ამისთვის ყველაფერთვის არ გცალია და დრო არ აქვს. და სწორედ ეს დროობა გახლავთ ის ვალების დაგროვება, რომელი ვალებიდანაც ჩვენ ვერასდროს ვერ ამოვიდეთ. იმიტომ რომ ის ბატონი რომ ამბობს ამის ცოლშვილი გაყიდეთო, მართლა იმ ცოლშვილის გაყიდვის ინტერესი კი არ აქვს. იოანე ოქროპერი პირდაპირ ამას ამბობს, რომ როგორ ეხლა სამართლიანი ღმერთიო, კაც ვალი აქვსო და იმის ცოლშვილს გაყიდისო, გამორიცხულია რომ ეს ასე იყოს. აქ იცით რაზე არის ლაპარაკი? ადამიანი რომელიც არ ფხიზლდება, ადამიანი რომელსაც არ სურს რომ ღმერთთან აი ამ კავშირში შევიდეს, რომ მე შენი ვალი რომ აქვს, ამ ვალს ვერასდროს ვერ გადავიხდი, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მადლიერება ელემენტარული მაინც უნდა მქონდეს. ელემენტარული რაღაცა მადლობას ყოველდღიურ რომ ამგები უნდა ვამბობდე, რომ ძილისაგან რომ გავიღვიძე, გმადლობ შენ წმინდაო სამებო. ესე არ იწება დილისროს. ხო და ამას ხომ უნდა ამბობდე, არა იმიტომ რომ რაღაცა ლექსივით მქონდეს გაზებირებული, გულითადად ხომ უნდა გრძნობდე, რომ კუდრეთით აღდექი, იმიტომ რომ ძილში როცა იყავი გახსოვს რამე? იქნება და ვეღარ გაახილე თვალი საერთოდ. რომ გაახილე თვალი და კვლავ ამ საოცარ სამყაროს ხედავ. ნუ თუ არ უნდა გქონდეს განცდა იმისა, რომ გმადლობ შენ წმინდა სამებო. ძილისაგან აღდგომილი, გმადლობ შენ წმინდა სამებო. რამე თუ სულ გრძელბეკე მრავალთა წოდათა ჩემთან მიუხედავად. ხომ? აი ნამდვილად ასე არის. ეს დამოკიდებულება უნდა გქონდეს ადამიანს. ეს იგავი სწორედ ამაზე არის ლაპარაკი. ამიტომ მისი ცოლშვილის გაყიდვის ინტერესი კი არ აქვს მეც. აქ ლაპარაკია იმ გამოსაფხიზლებელ განსაცდელებზე, როდესაც ადამიანს სხვანაირად ვერაფრით ვერ მოაქცევს ღმერთი და შეჯანჯღარება შეიძლება ესე აი რაღაცა გათიშული ადამიანს ასაკეთება ხოლმე ესე კარგად შეაჯანჯღარებენ რომ გონებაზე მოვიდეს. სწორედ ამაზეა ლაპარაკი რომ შეჯანჯღარება მოხდეს, მაშინ რომ მისი ცოლშვილის გამო მას განსაცდელი რომ დაატყდება, იქნება მაშინ მაინც გაახილოს თვალი და შეხედოს იმ რეალობას, იმ სივრცეს შეხედოს, სადაც ის მადლობას უნდა იყიდეს. მაგრამ საკმარისია ეს ადამიანი მოტრიალდეს და თქვას, რომ მოწყალე იყავი ჩემზე, როგორც აქ წერია, მოწყალე იყავი ჩემზე. მაშინვე თავისუფალია მისი ცოლშვილის და თვითონაც. ყველანაირი ვალისაგან თავისუფალია. არასდროს არაფერს არ ამადლის ღმერთი ადამიანს. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არსებობიდან რომ არსებობაში შემოგიყვანა. უმადურობის გამო
რომ სამოთხე დაკარგე და გარეთ გამოვარდნილი და ცოდვებში ხარ ჩაფული და ჩაძირული. ის რომ მოვიდა, რომ ეს ცოდვებიც კი, რომელსაც შენ ჩადიხარ, მან ჯვარზე იტვირთა და ჯვარზე მილოსმული იქნა ჩვენი ხელით, თითოეული ჩვენგანის ხელით. არ გეგონით რომ ეს 21 საუკუნის უკან მოხდა ვიღაცის ხელით. მილოსმული იქნა, მიუხედავად ამისა, ერთი უფალო შეგვიწყალენ მთლიანად ცვლის სიტუაციას და ცვლის საითკენ, რისკენ, რომ მაშინვე თავისუფალი ხარ აბსოლუტურად ყველაფერსგან. იმიტომ რომ რა არის ეს მონანიება? მოდიხარ ინანიებ და ეზიარები ქრისტეს სისხლდახორცს და ქრისტეს სისხლდახორცი შენში შემოდის და შენ მე კი აღარ ვარ მოქმედიო პავლე მოციქული ამბობს, არამედ იესო ქრისტე ჩემში. თქვენ უნდა იცოდეთ მაზიარებლება ადამიანებმა რომ თქვენში ქრისტეს სისხლი ჩქეფს, იმიტომ რომ ეს არ არის წნადი რა ნივთიერება, წნადია ჩვეულებრივი პური და ღვინო, ხომ? რომ დადო ესე ჩვეულებრივად ფუჭდება. ეს არ არის წნადი და მონელებადი ნივთიერება, რომელსაც ადამიანი შეჭამს და მოიგებს. არა, ეს არის, რომელიც ჩვენს ხორცთან ხორცდება და ჩვენ სისხლთან სისხლად იქცევა. და ამიტომ შენ ზარღვებში ქრისტეს სისხლი ჩქეფს და შენ ამის შემდგომ თავისუფლებას მისცენ, რომ არ იცხოვრო ქრისტესავით. ვიღაცა მრუშობს, ვიღაცა მკვლელობს, ვიღაცა განიკითხავს, ვიღაცა ვინ ვიღაცა იცი? ჩვენ, მე პირადად. და თქვენ და ყველანი, ვინც ვართ ასეთი დაცემულები ამ ცოდვაში, მაგრამ გვახსოვს, რომ ერთი შეწყალების თხოვნით თავისუფლდებით ყველაფრისგან. კვლავ ღირსი ხვდებით იმისა, მოწყალებით და არა იმიტომ რომ ღირსეულები ვართ. მოწყალება იმისა, რომ ღმერთი თავის სისხლდახორცს კვლავ გაძლევს და კვლავ განახლდება შენში ახალი სიცოცხლე. ქრისტეს სიცოცხლე, რომ ქრისტესთან ერთად მყოფობ და ქრისტე მოქმედებს შენში. შენი სხეულით ქრისტე მოქმედებს. აი ეს არასდროს არ დაგავიწყდეთ მაზიარებელ ადამიანებს. არასდროს არ დაგავიწყდეთ. და ის დროის პლანგვა, როდესაც თქვენ არ ემზადებით ზიარებისათვის, რომ გადადებთ ამას, რომ მარხვის ბოლოში უნდა ვეზიაროთ. ან ეხლა არა, ერთი თვის მერე, ან ორი თვის მერე, ან ხუთი თვის მერე, იცოდეთ რომ ეს ყველაფერი ვალზე დამატებული ვალია, რომელი ვალიდაც ისედაც ვერ ამოვდივართ და საერთოდ გაუსტუმრებელ ვალს ვიდებთ ჩვენს კისერზე. მაგრამ ეს მეორე მდგომარეობა რა არის, რომ იმან აპატია და ეს რა პატიოს. ეს არაფერი მარტივი ფორმულირება, ყოველდღე მამაოჩვენოს რომ ამბობთ, ეს არის ფორმულა ქრისტიანის ცხოვრებისა. ისე მომიტევე, უფალს ეუბნები ყოველდღე ამ სიტყვებს და დაფიქრდით ამაზე. ისე მომიტევე მე ყოველი ჩემი შეცოდება, როგორც მე მიუტევებ სხვებს. აი ყოველდღე ჩვენ ღვთის წინაშე ვდგებით და ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ ღმერთო მე ისე მაპატიე ჩემი წოდდება, როგორც მე მიუტევებ სხვებს. და შენ გაქვს ვალი 10,000 ტალანტისა და შენი ვალი აქვს 100 დინარი. აი ესეთია შეფარდება. ამიტომაც გახსოვდეთ ეს შემოძვირფასება, რომ როდესაც ვიღაცის საქციელის პატიება გიჭირთ, გაიხსენეთ იმ წუთში, ღმერთი თქვენ რას გპატიებთ? რა მდგომარეობას, რა დაცემულობას, რა განხეთქილებას, რა მიტოვებას, რომ მიტოვებული ყავს ღმერთი ხშირად ჩვენ შემთხვევაში და ყველაფრისთვის ძალიან გარდა ამისა, რომ ღმერთთან მიურთიერთობოთ და მადლიერებით აუხსნელმა გამუდმებული რაღაც აი ამ მისწრაფება გქონდეს აი ამ უქმნელი სინათლის ხილვისა. ამიტომაც ვისაც აქვს ეს მისწრაფება, მისთვის მიტევება ძალიან ადვილია. რატომ იცით? საერთოდ არ აინტერესებს ადამიანი რას დაუშავებს. საერთოდ არ აინტერესებს რა შეიძლება დაზიანოს კიდეც ფიზიკურად და მართლაც ასე ყოფილა რამდენი წმინდანის შემთხვევა იცით, რომ ფიზიკურად აწამებდნენ და ეს კიდე უცლობდა ღმერთო მიუტევე არ იციან რასაკეთებენ. ამას არ გეგონოთ რაღაცა მსახიობურად ამბობდა და იმიტომ ამბობდა რომ ვითომ ესე მოჩვენებითაც წარმოეჩინა და არა, უწყლად იმ სხივის მხილველია, იმ უხილავ უქმნელ ნათელს უყურებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და საერთოდ არ აინტერესებს ახლა ეს ადამიანები, მაგრამ განაგულშემატკივრობა არ აქვს. არ აინტერესებს ეს ცუდად კი არ გაიგო. აინტერესებს იმდენად, რამდენადაც უყვარს. და მისთვის პატიება ძალიან იოლია. ამიტომ შენი მზერა თუ ზევით არის მიმართული, მაშინ პატიება ძალიან იოლია. მაგრამ თუ შენი მზერა აქ მხოლოდ ამ ქვეყნიურზეა მიმართული, მაშინ შენ პატივმოყვარეობა არ დაძლევს ამის უფლებას. ახლა როგორ გაკადრეს შენ ახლა ამის შვილს და იმის ნათლულს და ასეთი თანამდებობის პირს და ასეთი რაღაცა განათლების მქონეს ვიღაცამ როგორ შემოგბედა რაღაცა ან უდიერად ან უყურადღებობით
ანუ სიყვარულობით ამისი პატიება აბა როგორ შეგიძლია ახლა შენ უნდა იმან დაფიქრდეს ის უნდა გამოფხიზლდეს იმან უნდა ითხოვოს შენდობა და თუ კი შენი მზერა ზევით იქნება იცით რა ეს საკითხები საერთოდ არ შეგაცვლა ამიტომაც ასე იფიქრებ ჩემო ძვირფასებო ასე იაზროვნეთ ქრისტეს გონება იქ მარტო სისხლი და ხორცია საკმარისი რომ მივიღეთ ქრისტე გონებითაც უნდა მივიღოთ ჩვენ რომ ქრისტეს გონებად შევიმოსოთ მარტო ის არ კმარავა სისხლი ჩვენ ზარღვებში აჩქებდება სისხლი ქრისტესი როდესაც ვეზიარებით არა გონებას ქრისტესი უნდა შევიძინოთ და ამ გონებიდან გამომდინარე იქნება ჩვენი მსჯელობა სწორედ ასეთი რომ გადაუხდელ ვალს პატიებით პატიობს ღმერთი მოწყალებით პატიობს უფროსსა და ღმერთი სამაგიეროდ ეს პატიება ჩვენ სხვისთვის შეგვიძლია რომ იგივე განვიმეოროთ ისევე როგორც სახარებაში წერია იყავით თქვენ მოწყალენი ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არის იმიტომ რომ მამისეული მოწყალებაა ესა და მამას ემსგავსები ამ შემთხვევაში შენ როდესაც პატიების უნარი შეგიძლია და ეს ძალიან დიდი უნარია რომელიც მოგცეთ ღმერთმა და იფიქრეთ და იზრუნეთ ამაზე აი მარხვები სწორედ ამიტომ არის დადგენილი რომ რაღაცა სათნოება ახალი უნდა შეიძინოს ადამიანმა თორე ღმერთს საერთოდ არ აინტერესებს თქვენ რა სჭამთ პირდაპირ გეტყვით საერთოდ არ არის ეს საინტერესო არც ეკლესია საერთოდ არ აქვს ამის ინტერესი ეხლა რომ თქვენი მენიუ შეცვალოს და გუში რომ ჭამდი ხორცს დღეს აღარ ჭამდი არაფერს არ ნიშნავს ეს საერთოდ მინდა გითხრა მარხვა არის სწორედ ეს რომ რაღაც ახალი სათნოება უნდა შევიძინო მე რაღაცის ფასად ეს რომ დავთმე თუნდაც ყვებითი რაღაცა ჩემი გემოთმოყარეობის საკითხიდან გადავედი ერთი პროდუქტიდან მეორეზე ეს რომ დავთმე რაღაცის ფასად უნდა დავთმო რაღაცის შეძენის ფასად რაღაცაში უნდა ვიმეცადინო ისევე როგორც სპორტსმენი რომ ვარჯიშს იწყებს განსაკუთრებულ რეჟიმში დგება რაღაც იქ ყვებითი რაციონი აბსოლუტურად სხვანაირი სჭირდება სწორედ ესეა მარხვა შენთვის არის სწორედ ამის შესაძენი ახალი სათნოების შესაძენი და იყოს ეს მარხვა ჩვენთვის იმ სათნოების შესაძენი რომელსაც ქვია პატიება რომელი პატიების გარეშეც შეუძლებელია სათასასუფლებლის დამკვიდრება ამინ დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ევედრეთ რომ მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები და გვაპატიოს და შევეგებოთ მის დღესასწაულს ამინ